მინუსი მეტი აქვს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას ვიდრე პლუსი, თუმცა ეს არის თითოეული მოსწავლისა და მშობლის არჩევანი, თქვა კობახიძემ. პარლამენტში მან ინტერპელაციის ფარგლებში ამჯერად განათლების დაანონსებულ რეფორმაზე ისაუბრა, რომელმაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კობახიძის თქმით, კერძო სკოლებს შესაძლებლობა ექნება 12 წლიანი სასწავლო პროგრამა შეინარჩუნონ, საჯარო სკოლების შემთხვევაში სურვილის შესაბამისად სპეცკლასები შეიქმნება. 12-დან 11 წლიან სასწავლო მოდელზე გადასვლა ახალგაზრდებს უცხოეთში განათლების მიღების შანსს გაურთულებს. წელიწად ნახევრიანი პატიმრობა მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელიადამნაშავედ კიდევ ერთ საქმეს ეცნეს. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ინციდენტი 30 მაისს მაშინ მოხდა, როცა საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მელიას საქმე განიხილებოდა. პოლიტიკოსმა შვანგირაძეს წყალი პროტესტის ნიშნად იმიტომ შეასხა, რომ ის მისი დაკავების დეტალებით არ დაინტერესდა. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სკოლისა და ბაღის კვების ობიექტში ვადაგასული ფრინველის ხორცი აღმოაჩინეს. ინფორმაციას თანამედროვე განათლების აკადემია ავრცელებს. შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბათუმში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. აჭარა თაიმსის ცნობით ავარია გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.